სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის რუსაკურთხევით დღეს საქართველოში აღენიშნება ოჯახის სისმინისა და მშობელთა პატივისცემის დღე და ზუგდიდის ვლაქერნის მშობლის ხატის სახელობის ტაძრიდან ჩვენი მრევლი სამღვდელობასთან ერთად მოაწყობს სვლელობას მოედანზე ღვთისმშობლის მოზაიკურ ფრესკამდე, სადაც გაიმართება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამადლობელი პარაკლისი ჩვენი ერის განთლიანებისათვის და მშვიდობისათვის. Ალოცილები და გახარებულები სამდებოდეთ ჩვენთან არის. მიუძას მინდა რომ დღეს ჩვენთან ერთად იყოთ, უყუროთ ამ ვიდეოს და დაგათვალიერებინოთ ის ძვირფასი მომენტები ჩვენი აი ამ დიდი დღესასწაულიდან. გაამთლიანოს და გაერთიანოს სრულიად საქართველო. დალოცილები და გახარებულები ყოფილიყავით. ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ოჯახი, რომელიც არის პატარა ეკლესია, პატარა საქართველო. ღმერთმა მოგცეს ჩვენი მშობლების პატივისცემა. ღმერთმა მოგცეს ჩვენი წინაპრების ლოცვა კურთხევა. დალოცილები და გახარებულები ძალდები. ეს არის ოჯახის სიტყვის დღე. არის ღირებულებები, არის ჭეშმარიტება, რომელიც ღმერთმა განგვიცხადა ჩვენ. და არის ბუნებითი ღირებულებები, რომლებიც საერთოა ყველასთვის, ზოგადად საკუთრებულო ღირებულებები. და ოჯახი არის ერთ-ერთი ასეთი ღირებულება, რომელიც ფასეულია ყველასთვის განურჩევლად მისი სარწმუნოებისა და მწოქედელობისა. იმიტომ რომ ეს არის ბუნებითად ადამიანში ჩადებული. პირველი ოჯახი ჯერ კიდევ 60-ში შექმნა ღმერთმა, როცა შექმნა მამაკაცი ადამი და მისგან დედაკაცი ევა და ამ ორს მოუწოდა რომ ყოფილიყვნენ ერთმთლიანი და მოუწოდა რომ ამ ერთთლიანობაში მომხდარიყო მათი გამრავლება და კაცთა მოდგმის გამცობა. ჩვენ სამწუხაროდ ხშირად მივიწყებთ ხოლმე ისტორიას და დღევანდელი თაობისთვის ფაქტობრივად ბორუსით მოცულია მე-20 საუკუნის გადატრიალებები. როცა მე-20 საუკუნის დასაწყისში მოხდა გადატრიალება და ბოლშევიკები მოვიდნენ ხელისუფლებაში, ერთ-ერთი პირველი რაც მათ დაარტყეს იყო ოჯახის ინსტიტუტი. დღეს ბევრმა არც იცის რას ნიშნავს ეს მოძრაობა, ძირს-სიცხვილი, რას ნიშნავს ეს კომუნები, სადაც ოჯახური ცხოვრება იგზალებოდა. ბევრმა არც იცის ალბათ რომ ოჯახს ბურჟუაზიულ განმონაშთს შეძახოდნენ და ეს იყო ერთ-ერთი უპირველესი მიმართულება დარტყმისა, რადგან ოჯახი არის ის ღირებულება, რომელიც ტრადიციულ მყოფობას ინარჩუნებს. დღეს მართალია ეს ძალები არ არიან, მაგრამ ეს სული არის და ეს მიდგომა, ეს უკეთური სული, რომ ოჯახი დაინგრეს, დღესაც ბობოქრობს და დღესაც იქნება ეს სხვადასხვა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტებით, რაღაც მოძრაობებით, საზოგადოებებით ცდილობს ოჯახის დანგრევას. დღევანდელი დღე ჩვენთვის არის განცხადება იმისა, რომ ოჯახი არის ერთ-ერთი უმთავრესი ღირებულება. ეს არის აღსარებლობა იმისა, რომ ოჯახი არის ის წრე, სადაც ადამიანმა უნდა ისწავლოს სიყვარული, ერთგულება, მოთმინება, ერთობა. ეს არის ის გარემო, რომელშიც უნდა აღიზარდოს მომავალი თაობა, ჯანსაღი, სული და ხორცი ჯანსაღი აღიზარდოს იმისთვის, რომ ხვალინდელი საზოგადოება იყოს ჯანსაღი და ოჯახის დანგრევის ცდელობა, ოჯახის ინსტიტუტისადმი წინააღმდეგობა
ოჯახის დაყვანა უბრალოდ თანაცხოვრობამდე, გედონიზმის, ეგოიზმის გამოვლინებამდე ეს არის ხვალინდელი ჩვენი დღის წაშლა. და ამიტომაც არის ჩვენთვის ესეთი ღირებული ოჯახის ინსტიტუტი. ამიტომაც არის ჩვენი პატრიარქის უწმინდესის და უნდარესის ლია მეორის ლოცვა-კურთხევით დაწესებული დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე. და მინდა ეს დღე ყველას მოულოც. ყველას ვისვისაც ძვირფასია ოჯახი, ძვირფასია ტრადიციული ღირებულებები, ძვირფასია ქრისტიანობა. დღეს ჩვენ ისეთ პირობებში ვართ, როცა ეკლესია, ერი, სახელმწიფო არის ერთიანი აი ამ ღირებულების დაცვაში. და მე მინდა ვისურვო, რომ ესე იყოს მუდამ საქართველოში. ღმერთმა დაიცვას ჩვენი ოჯახები, ყველას ულოცავ აი ამ დღეს და ყველას უსურვებ, რომ კონდეს მტკიცე ოჯახი და ამითი ემზადოს ნათელი მომავლისას. დაგლოცო და გახაროთ ღმერთი. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ყველას გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს. ღმერთმა ამრავლოს ქართველი ერი. გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს ოჯახის სიწმინდის დღეს. ეს არის მცირე ეკლესია და ყველას უსურვებ გამრავლებას, გახარებას, ჯანისიმრთელეს და ვისურვებდი რომ საქართველოში იმრავლოს ნამდვილმა ქართულმა ოჯახმა, ნამდვილი მართლმადიდებელი ოჯახის შერწყმით, ნამდვილი მართლმადიდებლური სარწმუნოებით, ჩვენი ტრადიციებით, ჩვენი წესჩვეულებებით. მე პირველ რიგში ამ დღესასწაულს ულოცავ მის უწმინდესობას, ღმერთმა მრავალჟამიერ მისი სიცოცხლე და მადლობა ამ გაწეული ღვაწლისათვის, რადგან მან დაარსა ეს დღესასწაული და ჩვენ კარგად მოგვეხსენება თუ რას დაუკავშირა მან დღევანდელი დღე, რადგან კაცობრიობის წერი არ ეშვება ჩვენს მართლმადიდებელ სარწმუნოებას და მან ჩვენი ოჯახის სიწმინდის დღის ჩამოყალიბებით ჩვენი ერთად ყოფნით, ჩვენი ერთობით დაუპირისპირა ჩვენი სარწმუნოება. ღმერთმა დალოცოს ნამდვილი ქართული ოჯახები, ნამდვილი ქართული შერწყმული ოჯახები, ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველოს და გილოცავთ ყველას. ულოცავ სრულიად საქართველოს კიდევ ერთხელ. დაგლოცოთ ღმერთს. პირველ რიგში მოგესალმებით, გილოცავ ოჯახის სიწმინდის დღესასწაულს და მადლობა მინდა გადაუხადო ჩვენს უწმინდესსა და უნეტარეს, რომ ეს დღე გააწესა. ოჯახი, ესე არის ის ნეტარება, რომელიც არაფერს და ვერაფერს შეერდება. მრავალს და ეს არის თქვენს ლამაზ ოჯახებთან ერთად. სრულიად საქართველოს ულოცავ დღევანდელ დღეს, ოჯახის სიწმინდის და სიძლიერის დღეს. ზედა ღვთისმშობელმა დაიფაროს ჩვენი ოჯახები. კიდევ ერთხელ გილოცავთ. გილოცავთ ოჯახის სიწმინდის დღეს.